შრომითი უფლებების თემა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. შრომის კოდექსში ბოლო ცვლილება გასულ წელს შევიდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს ხშირად აწყობს. ორგანიზაციის წარმომადგენელი გორში ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად გარკვეულწილად დაქირავებულის უფლებები დაცულია. კეთი ბებიაშვილი კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრობს. ერთის მხრივ შეიცვალა ზოგადად დამოკიდებულება იმ მხრივ, რომ დამსაქმებლებისთვის უფრო მეტად გახდა ცნობილი, რომ უნდა დაასაბუთონ განთავისუფლების საფუძველი. მაშინ, როდესაც 37 მუხლის დექვეპუნქტთან დაკავშირებით 2013 წლამდე, რომელიც რა რედაქციაც მოქმედებდა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში დასაბუთებულობას რატომაც არ აკეთებდნენ ხოლმე. თუმცა მაშინაც იყვნენ ვალდებულები გაეკეთებინათ, მაგრამ არ ხდებოდა ამის დასაბუთება. დღეს ეს პუნქტი აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ არის ასევე ისეთი პუნქტი, რომელიც გულისხმობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის პირობებში შეუძლებელია ხელშეკრულების გაგრძელებაო და ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა მოხდეს დასაბუთება, რატო ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა. სადეკრეტო შეებულებაზე გადაცემა ბიზნეს სექტორში გენდერის ექსპერტმაც ისაუბრა. თამარ ბაგრატიას განცხადებით, მშობიარე ქალებისთვის დეკრეტული დღეებისა და თანხის რაოდენობა ახალ კოდექსში გაზრდილია. ეხანდელ შრომის კოდექსში ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი ქალების დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით, როდესაც გაიზარდა როგორც დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა, ასევე იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც აძლევენ დეკრეტული შვებულების დროს, მაგრამ ეს ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, არ არის საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ქალმა სრულფასოვნად შეძლოს თავისი, ასე ვთქვათ, დედობრივი რეალიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ახალ შრომის კოდექსში დაქირავებულის უფლებები გაზრდილია. მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაქირავებულს დამქირავებლისთვის სასამართლოში ჩივილი შეუძლია, რაც მათივე თქმით, ხშირ შემთხვევაში დაქირავებულის სასარგებლოდ სრულდება.